ესე იგი, Z Fold 6, ყველაზე ბოლოს ეკეთ smartphone-ი Samsung-ისგან ჯერჯერობით. დეკემბერი არ ვიცით რა მოხდება მალე. შეიძლება ახალი ვერსია გამოუშვან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ბოლო. ეს ვიდეო არა მარტო მისი განხილვა. ამითი გავატარე ერთი კვირა. როგორც ჩემი თავარი ტელეფონი ისე ვიყენებდი, მაგრამ ის ერთი კვირაც მე ამ ტელეფონით გავატარე, მინდა გითხრათ, რომ იყო 70% სასიამოვნო და 30% წამება. ბოლოში ნახავთ, რატო იყო ეს 30% წამებაც. მაგრამ ჯერ ვნახოთ რა დევში და რა მოდის 4500 ლარად. ესე იგი, Samsung-ი გვაძლევს ყუთს, კაბელს, ფურცლებს და ტელეფონს. ხო, მეტ არაფერს. როცა კომპანია Sony-მ შექმნა პირველი კომპაქტური კასეტის სამკითხველი, ზოგმართ გიცის რა არის კასეტა. Sony მზად იყო გაიყიდა Walkman-ი თავის ფასად და ფას არ ამატებდნენ ზემოდან, რადგან ხვდებოდნენ, რომ ხალხს აინტერესებდა ის. და თუ პატარაზე მაინც დამატებდნენ ფულს, ძალიან ძვირი გამოვიდოდა და არავინ არ იყიდიდა ამას. ხოლო რამოდენიმე წელს მან მთელი მსოფლიო დაიპყრო. და აქედან გამომდინარე, ან Samsung-ს არ უნდა რომ ხალხს მაიყიდოს ეს ტელეფონი, ან კიდე არ ვიცი რა პრობლემაა. დავიწყო დიზაინით. ტელეფონი უფრო კუთხოვანი გახდა, რაც ძალიან დიდი პლუსია დამიჯერეთ. ხელში გიკავია და ხვდები, რომ პრემიალური ნივთია. რაც შეეხება ზომას, დაკეცილ მდგომარეობაში არის 12.1 მმ, ხოლო გახსნილ მდგომარეობაში 5 და 6. სხვებთან შედარებით, ეს ახლოსაც კი არა ლიდერთან, ზედმეტად სქელია Samsung. არაერთ შენობაში ვარ ამ ტელეფონით ნაყოფი და ძირითადი კითხვა რაც მესმოდა იყო, რატომ არის ეს ტელეფონი ასეთი სქელი. სხვა ტელეფონებთან შედარებით, დასაკეს ტელეფონთან შედარებით, მაინც სქელია. ერთი მინუსი ეს არის ჩემგან და მეორე, ეგრევე დიდი მინუსი უზარმაზარი გაწელილი ეკრანი, ანუ Samsung ზედმეტად გაწელილია. ელემენტარული RAW მიკავია, რავი, არ მსიამოვნებს, როგორ აგიქცევთ, არ ვიცი ახლა. აუცილებლად დავაგვალოთ 700 ლაიქი ამ ვიდეოზე, მოდი ვნახოთ გამოგვივა თუ არა. ეკრანსაც შეეხება, გაიდამგა Gorilla Glass Victus 2, რა თქმა უნდა. ორივე ეკრანი არის 120 ჰერციანი, რაც ძალიან დიდი პლუსია და რამაც გამაკვირვა არის ეკრანის სიკაშკაშე. რის მერეც ჩემ ძველ ტელეფონზე დაბრუნება არც მინდა Pixel 7, რა დიდი განსხვავება ამ სიკაშკაშეს შორის ვერ წარმოგიდგენთ უბრალოდ. აი რაც შეეხება ამ ნაკეთთან, აი ხა წესით უნდა გამოჩნდეს, აი სადღაც აი ჩანს უკვე შეამცირეს Fold 5-თან შედარებით დიდი განსხვავება, მაგრამ მაინც ჩანს, ანუ Realme-ის ტელეფონი რო ვიღოთ, Google Pixel-ის ტელეფონი რო ვიღოთ, თითქმის არ ჩანს, მაგრამ აი აქ ზოგჯერ გაგიზიანებს, მაგრამ დიდად არ ჩანს. ანუ როცა მუშაობ რაღაცას იყენებ, არ ჩანს. უსიამოვნო არაა. კიდევ ერთი პლუსი ჩემგან არის IP48. რას ნიშნავს IP48? ესე იგი ტელეფონი შეგიძლია ჩააგდო წყალში. დიდხანს არა, მაგრამ შეიძლება, რაც სხვა ტელეფონებს არ აქვს, დასაკეს ტელეფონებს. ძირითადად IP68 არის ყველა ტელეფონში, ანუ ქვიშას გაუძლებს, იმას გაუძლებს, ამას გაუძლებს. ამ ტელეფონზე გირჩევთ, რომ ბევრი რაღაცა არ გაკეთოთ, ანუ ცხელ წყალში არ ჩააგდოთ დიდხანს, თორე აზრი არ აქვს. მოდი ვნახოთ რა გვაქვს ტელეფონის შიგნით. ოპერატორული მეხსიერება 12 GB, LPDDR5X, როგორც ყოველთვის 256, 512 და 1 TB ვერსიები, ელემენტი 4400 mAh, რომელსაც მალე ვისაუბრებთ. და კლასიკურად Snapdragon Gen 3 for Galaxy. სხვა მონაცემებს კი ხედავთ ეკრანზე. დიდი მადლობა Tech-Swaps, რომ ეს ტელეფონი მათხოვა განხილვისთვის, მაგათთან არ მარტო ყიდვა, ასევე გაკიდვა შეგიძლია. და ჩემი პრომოკოდით მელია იღებ 5% ფასდაკლებას ყველა ტექნიკაზე. ტელეფონი თამაშების დროს ცოტა ცხელდება და იყო რაღაც პრობლემა, ახლა გამოჩნდება ვიდეო. ეს რა არის ამიხსენით? უბრალოდ არაფერი არ მუშაობს. არ მუშაობდა ეკრანი რაღაც მომენტში და ყველა თამაში არ არის ოპტიმიზირებული ამისთვის, რაც ძალიან დიდი მინუსია. ეს დეველოპერმა უნდა მოაგვარონ, Samsung ვერ მოაგვარებს, ანუ ამას ვერანაირად თვითონ კომპანიამ უნდა დაიწყოს ამ ტელეფონისთვის მომზადება ყველაფრის, მაგრამ სადღაც 90% მზად არის ამ ტელეფონისთვის, 10% რაც ვითამაშე, არა. იმედი მაქვს ნელა გამოსწორებენ ამასაც. რაც შეეხება ელემენტს. რო ხდებოდა 25 ვატი არის მაქსიმალური დატონის სიჩქარე. მეტი არა. ჩემს ტელეფონში, რომელიც თითქმის 4-ჯერ ნაკლები ღირს, არის 30 ვატი. Samsung სად არის ჩემი ნორმალური დატონის სიჩქარე? რო ხდებოდა Realme-მ გვანახა 240 ვატიანი ტელეფონი, ანუ სიჩქარით იტანება ის, ანუ უბრალოდ სასაცილოა. 4500 ლარი ღირს. მომეცით 60 ვატი მაინც და 15 ვატი არის უსადრო დატონა. მაინც რო იცოდეთ. და გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე, კამერებზე. გვაქვს ისევ იგივე კამერა როგორც წინა თაობაში, სამი მთავარი კამერა, ერთი selfie და მეორე ისევ selfie, რომელიც დაფარულია რო არ ჩანდეს. მხოლოდ იმ დროს ჩანს, როცა რამეს იღებ. და დამიჯერეთ ეს დაფარვა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება რაც კი მიიღეს და ამავდროულად ყველაზე კარგი რაც მიიღეს. ანუ ძალიან უცნაურია მიხვდებით ასეთ ვიზახი. ახლა თქვენ ხედავთ ორ ფოტოს, ორივე ერთგვარ დროს აგადაღებული და კი ხედავთ რა დიდი განსხვავება კამერებს შორის. შეხედეთ უბრალოდ მარჯვენა ფოტოს და მე მარცხენა ფოტოს. ეხლა იტყვით ძალიან სიმნელია და ცუდია. გადავიდეთ ცოტა განათებულად გლოს. როგორც ხედავთ მარჯვნივ ისევ საეზღარი ხარისხია და მარცხნივ ასეთ ისე ნორმალური. კარგი, გადავიდეთ უფრო მაგარ განათებაში. ისევ იგივე შედეგი, რაც არ უნდა კარგი განათება იყოს, მაინც საეზღარ ფოტოს ვიღებთ მარჯვენა მხარეს. ეხლა დღის შუქში შეგიძლიათ ნახოთ უბრალოდ რა განსხვავება, დეტალები იკარგება სრულად მარჯვენა ფოტოში და მარცხენა ფოტოში
რაღაც მაინც ჩანს. მოდი შევადაროთ ჩემი ტელეფონი, Pixel 7. როგორც ხედავთ, Samsung-ზე უფრო ნატურალური ფერებია, მაგრამ Pixel-ზე ჩემი აზრით უფრო დეტალური ფოტოები გამოდის, რაც უფრო მაგარია. აი შევხედოთ ორ ფოტოს. რო გავადიდოთ და შევხედოთ მარჯვენა ფოტოს და მე მარცხენა ფოტოს, დავინახავთ, რომ Samsung-ს აკლია უფრო მეტი დეტალი. და რო შევხედოთ უკვე ამ ორ ფოტოს, ამ selfies, Samsung-ის გადაღებულზე, სახე უფრო ლამაზია, უფრო რაღაც ბუნებრივია, მაგრამ უკანა ფონი რაღაც საზიზღრობა, პიქსელების ის არის ფაფა უკვე. ხოლო მარჯვენაზე, Pixel-ზე, ყველაფერი დეტალურად ჩანს, მაგრამ სახე არც თუ ისე კარგია. მოვედი მეტროდან და დამიჯერეთ. ანუ ყველას ემოციას იწვევს ეს ტელეფონი, რომ აი პროსტა გავშალე და ყველა მეგრევე შევხედა. მაგრამ ვიცი რომ 4500 ლარი ტელეფონს რო იყიდი მეტროთი არივლი აშკარად. მაგრამ თუ ტექსტობზე შეხვალ და პლუს ჩემ პრომოკოდს ჩაწერ, ძალიან მაგარ ფასდეკებსაც მიიღებ, მათ 3600 ლარად კიდე ამ ტელეფონს. და რავი, ანუ საინტერესო ტელეფონი არის ჯერჯერობით. ხარისხი ხედავთ, ახლა ვიღებ 4K 30 FPS-ი. ნორმალურია რა, წავა. ეს უკვე შიდა კამერით აგადაღებული. აშკარად ეთყობა რომ ის დაფარვა რო აქვს, უჩინარი რო გახადოს. ძალიან უშლის, აი მენა უშლის, აი საზღარი ხარისხებს შეადარეთ წინა ვიდეო, რომელიც თავარი selfie კამერით აგადაღებული და ეს მენა ვაფშე სხვა დონეა. Samsung უნდა დამუშავო ყველავანი 4 მეგაპიქსელი არაა საკმარის. ახლა ხედავთ ვიდეოებს, რომელიც გადაღებულია ღამე, ერთ-იგივე დროს და უბრალოდ შეხედეთ რა პიქსელები ჩანს მარჯვენა ვიდეოში. ანუ რა საზიზღრობა არის. ახლა ხედავთ 8K ვიდეოს, 1 პიქსელის და 1 Samsung-ის. გამოიცანეთ რომელია და წერეთ კომენტარებში არ ვიტყვი. ხარისხი ორივეს ძალიან უწონს. ასე ვერ გაარჩევა ასე სწრაფად, თითქმის ერთი და იგივეა. თქვენ თუ გონიათ ამითი კამერები დამთავრდა. ანუ აქ გაქვს კიდე მესამე კამერა, მთავარი შეგვიძლია გადაიღოს და პლუს შენ თავსაც დაინახო, ვერ გადაობა. და აი ეს უკვე მაგარი ხარისხია, ანუ თვითონ ოფიციალური კამერით იღებს selfies ასე ვთქვათ რა. და ყველაფერი ჩანს, შეიძლება გადაკეთო ტელეფონი და ისე დაინახო რაღაც კუთხეების. ძალიან მაგარია რა. მაგრამ ჩემგან ამ კამერას 10-დან ყველა ვარიანტი. აი რა შეხება ხელოვნურ ინტელექტს, რაც ძალიან მაგარია. შევდივართ ფოტოებში, ვაჭერთ აი ამ ღილაკს და აქ შეგვიძლია დავხატოთ რაც გვინდა ის. ახლა მე დავხატე მანქანა, მადლობა ავტოფოკუს. არ ჩანს არაფერი, მაგრამ დავხატე მანქანის სილუეტი. ძალიან ცუდად დავხატე, მაგრამ დაველოთ ცოტა ხანი და ნახეთ რა მივიღეთ. ანუ მანქანები, რომელიც ძალიან რეალისტურადაა ჩასმული, სხვა რაკურსებში, რამოდენიმე ვარიანტს გვანახებს და უბრალოდ შეხედეთ რა მაგარია. აი მაგალითები. თლიანობაში ესე იგი რო ხვდებოდეთ, არ არის ცუდი ტელეფონი, არ არის. არის თავისი მინუსები, არის თავისი პლუსები. ერთ-ერთი მინუსი კიდევ ერთ გეტყვით რომ არის. აი ეს ტელეფონი ბოლომდე არ არის სწორი, როგორ აგიხსენებთ. ოდნავ ასეთი მოხრილი არის, სულ ოდნავ, მაგრამ რაღაც მომენტებში გაღიზიანებს. მაგრამ თლიანობაში გამაუცა. ეს ერთი კვირა იყო ჩემთვის რაღაც ძალიან უცნაური experience-ი, რაღაც ცოტა ინგლისურად დავიწყებ ლაპარაკს. მოვიდომე თუ არა ამ ტელეფონზე მთლიანად გადასვლა? არა. მაინტერესებს კიდე სხვა დასაკეთების ტელეფონები. რადგან ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო დასაკეთის ტელეფონი ჯერჯერობით არის Honor Magic V3, ყველაზე წვრილი რაღაც საინტერესო ეგეც მინდა რომ ოდესღაც გავაკეთო განხილვა მაგაზე, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა საქართველოში. მაგრამ ჩემი აზრით ამ ტელეფონებს აქვს თავისი მომავალი, ოდესღაც იქნება, ფასი უნდა დააგო მიბოლოდ და გამოსწონთ რაღაც პატარა პრობლემები. მოკლედ, ეს იყო ამ ტელეფონის განხილვა, იმედები მოგეწონათ. და ლაიქეთ ეს ვიდეო დროზე, 700 ლაიქი.